არჩევნები უთუოდ დაინიშნება და როცა დაინიშნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ამაზე ფიქრობენ უკვე დღეს, დავიცვათ არჩევნები. ტექნოლოგიურად დავიცვათ ყველა იმ ზონებით, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ ნდობაც იყოს ამის შესახებ. სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ ისაუბრა. ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები განმეორებით დაინიშნება, რასაც დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ზედამხედველობა სჭირდება, რათა იყოს მაღალი ნდობა და ადგილი არ ჰქონდეს გაყალბებას. შენი მთავარი მიზანი აქ ყოფნით იყო ის, რომ იმ მომენტში, როცა მთავარი ფოკუსი არის უკრაინა და რას გააკეთებს ამერიკის ადმინისტრაცია და როგორ მოიქცევიან ევროპელები და ყველა რომ ამაზე ფიქრობს, რომ საქართველოს არავის არ დააბიწყდეს, რომ ჩვენს ვართ ძალიან დიდი გამოწვევა ევროპისთვის, როგორც ამერიკისთვის და უნდა აქაც გამოიჩინოს ის მხარდაჭერა და ის გამძლეობა, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაიმართოს თავისუფლებამ, დემოკრატიამ და მომავალმა საქართველოსთვის და ჩვენ პარტნიორებისთვის.